მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. თბილისში ევროპარლამენტარების ვიზიტი შედგა 6 ევროპარლამენტარი დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი საკითხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო. აქ ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართულ ხალხს მათი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მომავლის გადარჩენაში, მაშინ როდესაც ივანიშვილმა აირჩია რუსეთის გზა, აირჩია რეპრესიების გზა, აირჩია ტერორის გზა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ის რეპრესიები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რეპრესიებმა მხოლოდ მეტად შეგვაკავშირა და დაგვარწმუნა იმაში, რომ დღეს ნამდვილად არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დღეს ქონდა საუბარი ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში, ცხადია, რომ ჩვენი პოზიცია არის აქ უცვლელი, რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით, ეს შეარიგებს საზოგადოებას, ეს თავიდან აგვარიდებს შემდგომ ესკალაციას, გაწელვა ამ გადაწყვეტილების თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში აფერი არ ხდება ქართული ოცნების მიერ, ხოლმე დაამძიმებს ვითარებას. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ როგორ განმოხდოთ ეს სიტუაცია და განმოხდეს ერთადერთი გზა არის შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებაზე. ევროპარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიცია და გამოცემული ნებისმიერი რეზოლუცია არის კარგი მისასალმებელი, მაგრამ იმ კონტექსტში, როდესაც ასობით ადამიანს აწამებენ კვირი და კვირამდე თბილისის ქუჩებში და რეჟიმი სულ უფრო ბრუტალური ხდება, აქ არც ერთი დღე დასაკარგი არ არის. ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, ისინი ყურად იღებენ ქართული ხალხის ნაწამები ქართული ხალხის ნებასა და სურვილს. ჩვენ გსურს სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც კვლავაც აფრიალებს ევროკავშირის დროშებს ქუჩებში და განაგრძობს ბრძოლას იმისთვის, რაც არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. ესაა საქართველოს ევროატლანტიკური გეზი. საქართველო ახლა გახლავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მფლობელი. ეს სტატუსი ითვალისწინებს საკმაოდ მაღალი სტანდარტების დაცვას. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით ფაქტების შემსწავლელი მისიის ფარგლებში, რათა თავად ვიხილოთ სიტუაცია ადგილზე. ჩვენი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა გამოვიტანოთ სწორი დასკვნა. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირმა იმოქმედოს და ისაუბროს უფრო ხმამაღლა და უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს. ჩვენ ახლა აქ ვართ განსაკუთრებულ მომენტში. ეს მომენტი ეხება იმას, თუ როგორ ექცევიან ეს ხალხი. ეს პარტია ქართული ოცნება და უსაფრთხოების სამსახურები და არაოფიციალური სამხედრო დანაყოფები საქართველოს მოქალაქეებს. ეს ხდის სიტუაციას ძალიან კრიტიკულს. არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს ასე საკუთარ მოქალაქეებს. სწორედ ესაა მთავარი კითხვა, როგორ მოვექცეთ პარტიას, რომელიც არ აღიარებს საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ მოძრაობას და თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებას, მედიას. ამ სიტუაციაში ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევხვდეთ მათ, ვისაც ავიწროვებენ და ვინც არის ნაცემი და ციხეში სვამენ. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ. თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩიც. როგორც შეხვედრის შემდეგ პაվել ხარჩინსკიმ განაცხადა, ძალადობაზე პასუხისმგებელი და ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგენ და მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულები სასწრაფოდ განთავისუფლდნენ. ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ არ გსურს ზიანი მივაყენოთ და დავსაჯოთ ქართველი ხალხი, რომელიც ყოველ საღამოს გამოდის ქუჩაში და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებს. სრულიად მესმის, რამდენად რთულია ეს მათთვის. ჩვენი განზრახვა მათი დასჯა არაა. ჩვენი მიზანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან ძლიერი გზავნილის გაგზავნა, რომ მათი ტრაექტორია, რომელიც მრავალი თვია აირჩიეს, განსაკუთრებით კი ბოლო 2 კვირაში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის სასტიკი გამოყენებით დაუშვებელია. მოდით ველოდოთ მომდევნო კვირას და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები კოლექტიურად. მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ 27 წევრი ქვეყანა შეძლებს შეთანხმდეს კონკრეტული ზომების მიღებაზე. ჯერ კიდევ არის დრო. მოლაპარაკებები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამიტომ ორშაბათს უნდა დაველოდოთ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის, ვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და უპირველეს ყოვლისა სანქციები. სანქციები ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ისინი ერთსულოვნებას მოითხოვს.
ლაპარაკებები 27 დედაქალაქის ლიდერებს შორის მიმდინარეობს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება სანქციების დაწესებას მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების უფლებების აშკარა დარღვევაზე. მართლაც გული მტკივა იმის ყურებისას, თუ რა ხდება თბილისსა და სხვა ქალაქების ქუჩებში. როგორც ევროკავშირმა ჩვენ დაუგმეთ ეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ამ დარღვევაზე, უნდა დაისაჯოს. ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს. ექსპო ჯორჯიაში შეხვედრა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველომ გამართა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები. ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო და არც ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ლეგიტიმაცია ჩანიშნულ ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება. ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი, ახალი და სამართლიანი არჩევნები. არ ვცნობთ არალეგიტიმურია რაც ახლა ხდება. მეორე მნიშვნელოვანი არ ვცნობთ იმ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში კლოუნადას, რომელიც პრეზიდენტობის რაღაცა კლოუნადას ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ვაღიარეთ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია აქვს და თვლით მას ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14-ში და რა პროცედურაც არ უნდა იყოს. პოლიტპატიმრების, წამების მსხვერპლების, მოტაცებული ადამიანების, სისხლის სამართლით გასამართლებული თუ ადმინისტრაციული წესით გასამართლებული ადამიანების და მათი ოჯახების სრული მხარდაჭერა და იმ ადამიანების დასჯა, იმ ბანდიტების დასჯა, რომლებიც ჩვენ მოქალაქეებს ჩაგრავენ და ძალადობენ. ასევე მედიის და ჟურნალისტების მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერა, რომელიც არის ასევე უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ საქართველოს ლეგიტიმურ ინსტიტუტად ერთადერთად რჩება სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ რაც მთავარია, სალომე ზურაბიშვილს ხარჯს უჭერს საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა. ასევე ჩვენ ბუნებრივია ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს ამ კრიზისულ ვითარებაში. რაც შეეხება იმას, რატომ არ იმყოფებოდა შეხვედრაზე გახარია საქართველოსთვის, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ყველა შეხვედრაში იღებს. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ CBC-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ზელენსკიმ საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა დღეს რუსეთისა და მათი ლიდერების манипуляციის ქვეშ არიან. ხედავთ რა ხდება დღეს საქართველოში. რატომ ლაპარაკობს ხალხი ამაზე ასე ცოტას და რას აკეთებს შეერთებული შტატები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. საქართველოშიც იყო ოკუპირებული ნაწილი, არაფერი მომხდარა. უბრალოდ მკვდარი ნაწილია საქართველოში. იქ ცოცხალი არაფერია, იქ ცივილიზაცია არ არის. მოსკოვმა შეგნებულად შექმნა გაყინული კონფლიქტი, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ჩართვას. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ მოლდოვაში, რასაც ისინი აკეთებენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. მათ აქვთ იგივე შაბლონი, იგივე რუკა, რასაც ისევ და ისევ იყენებენ. საქართველოში, რომელიც გუშინ იყო თავისუფალი, დემოკრატიული, დღეს მთელი ძალაუფლება ხელში აქვთ ოლიგარქებს. ყველა მაღალჩინოსანს აქვს ბიზნესები, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოსკოვთან, მოსკოვის ენერგეტიკასთან და ასე შემდეგ. სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლები დღეს და ხვალ სამსახურეობრივ მოვალეობას არ შეასრულებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ მოგვიანებით თბილისის მერიასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არამოღება დანაშაულია. ამავე დროს ისინი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. და ჩვენც IT სფეროს წარმომადგენლები ვართ, რომელიც კარგად მოგეხსენებათ ჩვენი სფერო არის უბრალოდ ფართომასშტაბიანი, რომელიც დასავლეთი აკეთებს ძირითადად
მაღალ ტექნოლოგიებს რაც არის ისინი აკეთებენ, რაც არის ასე ვთქვათ, კარგი, ჩვენც იმათგან ვსწავლობთ და უფრო ვითარდებით და აი ამ ყველაფრის შეზღუდვა გამოიწვევს უბრალოდ ჩვენი ქვეყნის უკან დახევას და ძალიან ასე ვთქვათ, ჭაობში ჩასვლას და ამიტომ გადავწყვიტე დღეს და ხვალ და არა მარტო ღამის მიტინგად დღის აქციასაც რო კონდეს სახე. კარგი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებს შემოგვიერთდებიან, აქ არის კონსერვატორიის წარმომადგენლები, რომელშიც უნდა ჩვენც შემოგვიერთდებიან და აუცილებლად ვემიჯნებით აი იმას, რაც ქვეყანაში ხდება და გვინდა რომ კურსი ავიღოთ ევროპისკენ და იმედია გამოგვიყვება. ის კომფორტის ზონა უნდა დავტოვოთ, რასაც სამუშაო ადგილი ქვია და ცოტა ხანი მოისწის სამსახური და უნდა გავაგრძელოთ ქუჩაში პროტესტი და ვაპროტესტებთ იმას, რაც ამდენი დღეების მანძილზე საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქში და უერთდებით ამ პროტესტს და გვინდა რომ ვაიძულოთ ქართული ოცნება უარივად ქვევინოთ იმ ზაკრულ გეგმაზე, რასაც ქვეყნის არასწორი მიმართულებით წასვლა ქვია და დავაბრუნოთ უსაფრთხო ვექტორზე, რასაც ევროპა და თავისუფალი დასავლური სამყარო ქვია. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ვითხოვთ დაპატიმრებულ, უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას, ჩვენი მეგობრების გათავისუფლებას, გვინდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, გვინდა ევროპისკენ წინსვლა, გვინდა პროგრესი, განვითარება, არა რუსეთს. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. მინისტრო, მადლობა ამერიკის ხმაში მოსვლისთვის. ვაშინგტონში არჩევნებიდან დაახლოებით 1 თვეში ჩამოხვედით. არჩევნებიდან, რომლის შედეგსაც ევროპაში ბევრი სუნთქვა-შეკრული ელოდა. პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ მისმა გუნდმა უსამართლო ბრძოლაში პატიოსნადი ბრძოლა და გაიმარჯვა. გითხარით, რატომ იყო ეს უსამართლო ბრძოლა და როგორ მოახერხეთ გამარჯვება? ეს ნამდვილად რთული კონკურენცია იყო. ეს იყო კრემლისა და მისი სატელიტების მხრიდან თანამედროვე დემოკრატიაზე თავდასხმა, მაგრამ მოლდოველმა ხალხმა აჩვენა გამძლეობა. პრეზიდენტმა სანდუმ კი დაარწმუნა მოლდოველი ამომრჩეველი, რომ ჩვენი კურსი ევროპული ინტეგრაცია უნდა გავაგრძელოთ, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, დემოკრატიისთვის და ამას მოლდოველმა ხალხმაც უპასუხა. ეს არ იყო ადვილი. სინამდვილეში ჩარავის და რუსული ჰიბრიდული ტაქტიკის მასშტაბი, რაც მოლდოვაში გამოიყენეს, საკმაოდ მძიმე იყო. მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკისთვის ერთგვარი საცდელი ველია. ამ ყველაფერს გაუძელით და გზა გავაგრძელეთ. შევძელით, რომ პრეზიდენტის სანდუ თავიდან აერჩიათ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დემოკრატიულ გარემოში მოქმედი პრეზიდენტი თავიდან აერჩიეს, მიუხედავად იმისა, რამდენი გამოწვევა ჰქონდა საზოგადოებას, მათ შორის ინფლაცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. მოლდოვა უკრაინაში ომით ყველაზე მეტად დაზარალდა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოლდოვის საზოგადოებამ აერჩია დარჩეს არჩეულ კურსზე და უერთგულოს ჩვენს ამბიციას, ერების ევროპულ ოჯახში დაბრუნების ამბიციას. გააგრძელოს ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციის გზა, კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და პრეზიდენტ სანდუსთვის მეორე ვადის მინიჭება. ეს ძალიან გვახარებს, მაგრამ სამუშაოც ბევრი გვაქვს. ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა უზრუნველყოთ, რომ არ ვიქნებით იგივე მასშტაბის ჩარევის პირისპირ, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებულები და გავუძლოთ ან გავუმკლავდეთ საფრთხეებს. თქვენ მოლდოვის არაერთი გამოწვევა ახსენეთ, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გართულებული მდგომარეობა და პრობლემები, რომელთა გამოყენებასაც კრემლი ცდილობს. საპრეზიდენტო კანდიდატების ხმებს შორის განსხვავება საკმაოდ მცირე იყო. პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ მას ესმის იმ ხალხის ხმა, ვინც მხარი არ დაუჭირა და ამაზე იმუშავებს. რა აჩვენა ამ შედეგებმა? საკმარისად სერიოზულად იყო თუ არა აღქმული რუსეთის გავლენის შესაძლო მასშტაბი და რა საკითხებზე სჭირდება პროდასავლურ მთავრობას ხალხთან მეტი მუშაობა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კრემლი ძალიან დიდი ძალისხმევით მუშაობს, არის ომის შიში და მასზე შფოთვა. ერთ-ერთი ის ნარატივი, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ ისაა, რომ მოლდოვის მისწრაფება და ამბიცია იყოს ევროკავშირის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, როგორღაც ომს გამოიწვევს. სიმართლისგან ამაზე შორს ვერაფერი იქნება. უკრაინაში ომი მხოლოდ და მხოლოდ კრემლის არჩევანია. მხოლოდ კრემლის გადაწყვეტილებით დაიწყო და ნებისმიერ დღეს შეიძლება ასევე შეწყდეს. და რეგიონში, მათ შორის მოლდოვაში, ამ ომის შიშის ტაქტიკად გამოყენება
გამოყენება წარმოუდგენლად სინიკურია. თუმცა ამავე დროს არც მაინც და მაინც ახალი. ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად შევძელით ჩვენი მოქალაქეებისთვის იმის ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენი ტრადიციული პარტნიორებისთვის, ამერიკისთვის, ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორად ყოფნა მოლდოვის უსაფრთხოების გარანტია. ესაა კეთილდღეობისა და განვითარების გარანტია. მოლდოვის მოქალაქეთა უმრავლესობას ეს ესმის, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლავ ბევრია პროპაგანდის მსხვერპლი და ჩვენ გულმოდგინედ უნდა ვიმუშაოთ ამ საფრთხესთან გასამკლავებლად, ისე როგორც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება. საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილ მდგომარეობას მოქალაქეთა პროტესტს და ამ პროტესტზე ძალისმიერ რეაგირებას გამოეხმაურნენ მოლდოვის პრეზიდენტი და პრემიერი. პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ ქართველებს ევროპულ მომავალს ვერავინ წაართმევს. პრემიერმა კი განაცხადა, რომ კიშინიოვი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. თქვენ რას ფიქრობთ, რა და რატომ ხდება ახლა საქართველოში? ნამდვილად სამწუხაროა ამ ესკალაციის, კონფლიქტის ხილვა, მაგრამ ამავე დროს გვესმის, რომ საქართველოს ხალხს აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს. ისევე როგორც მოლდოველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ევროპის ნაწილად ყოფნა სურს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია თავისი მომავალი და ჩემგან შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება უადგილო იქნება. მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ძალიან გვაღელვებს რა მოხდება ჩვენი მეგობრის თავს. ძალიან მტკივნეულია ამ ესკალაციის ნახვა. ქართველი მეგობრებისთვის მხოლოდ საუკეთესო გვსურს. ცხადია გვინდა რომ ისინი ჩვენთან ერთად ევროკავშირის წევრებად ვიხილოთ, თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეების ხმა შესმენელი იქნება, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანია სწორედ ის, რომ მოусმინო შენს მოქალაქეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერას. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ოფიციალურ პირებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს. სანქციები გამოაცხადა უკრაინამაც. როგორ ფიქრობთ, როგორ გაგრძელდება მოლდოვა-საქართველოს ურთიერთობები და რას შეიძლება ველოდოთ თქვენი მთავრობისგან? ჩვენ ნამდვილად უმკაცრესად დავგმეთ ძალადობა. ძალადობა არასდროსაა პასუხი. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დემოკრატიულ პროცესს, დემოკრატიული წესებით მოქმედებას. ძალადობას ამ კონტექსტში ადგილი არ აქვს. ჩვენ გავაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას და ჩვენს პოზიციებსაც შესაბამისად შევცვლით. როგორც გითხარით, ქართველი ხალხისთვის მხოლოდ საუკეთესო სურვილები გვაქვს. რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ ევროპული ერების ოჯახში. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია. ეს გახდა ჩემ ხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ.